კიდევ ერთი ქონებრივი დავა ამჯერად აჭარაში. სახლი, რომელიც სარფის საბაჟოს უფროსის მოადგილეს ეკუთვნოდა და დღეს იქ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცხოვრობს. ქონება ვარდების რევოლუციის მთავრობამ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილ წევრს ჩამოართვა. როლანდ ბლადაძის ოჯახი დღეს მოსკოვიდან აცხადებს, რომ სახლი მათ არაკანონიერად წაართვეს. პროკურორი, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, დღესაც თანამდებობაზეა, თუმცა სხვა რეგიონში. ვითარებაში გასარკვევად ბათუმში ნათია თოიძე იმყოფებოდა. ბათუმი, გორგილაძის ყოფილი ერას ქუჩა ნომერი 37. ამ სახლში უკვე 5 წელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. 2006 წლის ნოემბრამდე კი ამ მისამართზე სარფის საბაჟოს უფროსის მოადგილის როლანდ ბლადაძის მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობდა. აჭარის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფომ მათ ქონება ჩამოართვა და ბინიდან გამოასახლა. ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია. მე მოგილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას. 2004 წლის 6 მაისის ღამიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აჭარის გათავისუფლება ამცნო, სამართლიანობის სახელით ქონების გადანაწილება იწყება. გამარჯვებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასლან აბაშიძის ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული პირების საკუთრების ჩამორთმევა დაიწყო. სასურველი ბინების, მიწის ნაკვეთებისა თუ სხვა ქონების ხელში ჩაგდებას ისინი ზოგჯერ პირდაპირ, გარკვეულ შემთხვევებში კი სამართალდამცველების დახმარებით აფერხებდნენ. ჩვენ არანაირი დანაშაული არ გქონდა. ჩვენი ერთადერთი დანაშაული იყო, რომ ასლან აბაშიძის დროს მუშაობდა ჩემი ქმარი და რადგან მისი ერთგული დარჩა, წიწილებივით წაგვაკლეს ზედ. ეს იყო ჩვენი დანაშაული და სხვა რაფერი. და იყო ჩვენი დანაშაული, აი ეს მაინტერესებს. მარინა ესელიძე 38 წლისაა და რამდენიმე წლის წინ იძულებული გახდა ქვეყანა 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა. აჭარის რევოლუციის პერიოდში მისი მეუღლის როლანდ ბლადაძის საქმიანობით აჭარის პროკურატურა დაინტერესდა. ამის გამო ბლადაძემ საქართველოდან ფარულად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ცოლი და 3 შვილი ბათუმში დატოვა. ის 2001-დან 2004 წლამდე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2004 წლის აგვისტოში სასამართლოში შევიდა აჭარის პროკურორის გიორგი პაპუაშვილის სარჩელი, რომლითაც პროკურორი ვარაუდობდა, რომ როლანდ ბლადაძის სახელზე რიცხული ქონება ერას ქუჩაზე 37 ნომერში მდებარე ბინა საბაჟოზე მუშაობის პერიოდში უკანონოდ იყო შეძენილი. როგორც სარჩელიდან ჩანს, გამოძიება ბლადაძეს ბიუჯეტისთვის $15,000 ზარალის მიყენებას ედავებოდა, რაც საზღვარზე ყვავილებისა და პალმების ერთი პარტიის განუბაჟებლად გატარების გამო მიადგა. მაგათ ჩემთვის ქონება არ წავრთმევიათ, მაგათ მე ჭერი წამართვენ. ქუჩაში დამტოვეს. ჩემ შვილებს 2 წელიწადი სკოლაშიც კი არ უმლია, იმიტომ რომ კაცთა სანათესაოში ცხოვრობდი, მე გასათევი ბინას არ მქონია. მარინა ესელიძე ფიქრობს, რომ მისი სახლის კანონიერების თემამ ერთადერთი მიზეზით წამოიწია. ახლად მოსულ ვარდების ხელისუფლებას აჭარაში და განსაკუთრებით ბათუმში გამოთავისუფლებული ფართები სჭირდებოდა. ყველანაირი უფლება დაირღვა იმის ნაცვლად, რომ სასამართლო თავმჯდომარე იყო გიორგი პაპუაშვილი და მე დავეცავი, ადგა და თვითონ შევიდა და თვითონ ცხოვრობს იმ ჩემ სახლში. რო შეუთვალე, რომ მე არ გემტერები და არაფერს არც გიჩივლებ, არაფერს არ გაგიკეთებ, თუ შენ ადამიანურად მოიქცევი და სახლს დააბრუნებ ძველ მე პატრონეზე, როგორც იყო და დასცლი მაგ სახლს და გამოხვალ მეთქი. იცი რა შემომითვალა, არსად არ ვაპირებ წასვლასო. არსად არ აპირებ წასვლასო. ესე იგი უკვე თავისად თვლის, არც კი სხვენია. აჭარის ყოფილმა პროკურორმა გიორგი პაპუაშვილმა, რომელიც ახლა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორია, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მაშინ აჭარაში დაუსაბუთებელი ქონების გამო არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა კონკრეტულად ბლადაძის სახლის საქმე არ ახსოვს. იმის მიუხედავადაც, რომ აჭარის საბაჟოს ყოფილი უფროსის მოადგილის სახლში მისი მოსახელე, ასევე გიორგი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით სიმბოლურ ფასად შესახლდა. შეიძლება იყოს, ახლა მე ზუსტად ვერ ვიხსენებ მისამართებს და პიროვნებებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, თუმცა იყო მიმართულება ასლან აბაშიძის ქონებასთან და მისთან დაახლოებული პირების ქონებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლისგან 2004 წელს.
ეს ჩვენ დავიწყეთ სამწუხაროდ მე ვერ დავასრულე ეს ვიდეო რომ ეს 2 თვე ნახევარი ვიყავი აჭარაში პროკურორი. აჭარის ყოფილ პროკურორს არც ისახსოვს, რატომ მიაკუთვნა სარჩელში როლანდ ბლადაძეს კიდევ 3 სახლი, რომელიც ბლადაძის საკუთრებას რეალურად არასდროს წარმოადგენდა. ის რომ როლანდ ბლადაძეს მხოლოდ ერთი ბინა ჰქონდა ერას ქუჩის 37-ში, რეესტრის ამონაწერითად დასტურდება. ადვოკატ ნანა წულაძის ინფორმაციით ბლადაძის საქმე უამრავი პროცესუალური დარღვევით წარიმართა და სახელმწიფომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. რადგან სასამართლომ საქმის მიმდინარეობა იმ დრომდე დამალა, ვიდრე მათ გასაჩივრების ყველა ვადა არ მოეწურათ. საქართველოს პრეზიდენტი და დამთავრებული აჭარის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი ლევან ვარშალომიძე. ყველგან წერდით იმას, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ სახლში უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და აქედან ვაცხადებთ, რომ ის ვერასოდეს ვერ გახდება კანონიერი მესაკუთრე აი ამ ბინის, ვინაიდანაც უკანონოდ არის ჩამორთმეული. როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა გამოსახლების დროს უკვე იცოდნენ, რომ მათ სახლში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი უნდა შესახლებულიყო. ამის გამო მაშინ პროკურატურამ ბლადაძეს საბაჟოზე მუშაობის პერიოდში არაკანონიერად ნაშოვნი ფულით დაუსაბუთებელი ქონების შეძენისთვის უჩივლა. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომ ბლადაძემ ერას ქუჩის 37-ში სახლი 1999 წელს იყიდა და ნოტარიულად 2000 წელს, ანუ საბაჟოზე მუშაობის დაწყებამდე გადაიფორმა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა. როლანდ ბლადაძის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის წარმოება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ დღესაც კი პროკურატურაში უმოძრაოდდებს ეს საქმე. პროკურატურა მიცოდა, რომ ეს საქმე იმდენად უკანონოდ იყო აღძრული მის დროს, რომ აი იმ პერიოდშიდაც კი მოგეხსენებათ თქვენ რა ხდებოდა სასამართლოებში და პროკურატურებში, იმ პერიოდშიდაც კი ვერ გადააგზავნეს სასამართლოში საქმე. თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. ჩვენ ერას ქუჩის 37-ში მდებარე ახლა უკვე მისი საკუთრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ბათუმში ჩავედით, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს. გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს საფრთხეს დავუკავშირდით და ის დაგეხმარებოდა. შუაში გიორგი ვისახში შეცხოვრებდნენ, ის სახში ცხოვრდებოდა კანონმა მოაწესრიგა გაბარა. აქედან გამომდინარე, რომ რეალურად ინფორმაცია არ აქვს თამათ იმის შესახებ, თუ ნამდვილად არის შესული პროკურატურაში საქმე, ან ვინ უჩივის ამ საკითხთან დაკავშირებით, მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავებენ. სატელევიზიო კომენტარზე უარის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ითხოვა. 5 დღიანი ფიქრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სათქმელი მისმა პრესსპიკერმა ზვიად სირაბიძემ გითხრა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ვერ და არ ჩაერეოდნენ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საცხოვრებელი ფართების შერჩევის პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფო მათ პირდაპირ მიყიდვის წესით გადასცა ბინები და ამჟამად ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ამ საცხოვრებელი ფართებისას. ივარაუდება, რომ სახელმწიფო, რომელსაც სახელმწიფო განკარგავს, მის ხელში არის მოქცეული კანონიერი გზით, შესაბამისად, ჩვენი განხილვის საგანი ვერ გახდებოდა ის, თუ როგორ მოექცა ეს ქონება სახელმწიფოს კანონიერ ფარგლებში. გიორგი პაპუაშვილი პასუხისმგებლობას იხსნის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა შემოგვითვალა, თავმჯდომარემ არაფერი იცოდა ვის ან რატომ ჩამოართვა ქონება სახელმწიფომ. პაპუაშვილმა იცის მხოლოდ ის, რომ მას სახელმწიფომ საკუთარ ბალანსზე არსებული ფართი გადასცა. თუმცა კითხვებს აჩენს 2007 წლით დათარიღებული 2 დოკუმენტი, სადაც პარლამენტის მაშინდელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს მიმართავს და სთხოვს გაერკვეს როლანდ ბლადაძის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტზე სასამართლოს მხრიდან კანონდარღვევების შესაძლო არსებობის საკითხში და მიიღოს შესაბამისი ზომები.
2007 წლის 18 ივნისს კი საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს არჩილ გიორგაძეს წერილს უგზავნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. წერილი მას შემდეგ დაიწერა, რაც პარლამენტში როლანდ ბლადაძის მეუღლის მარინა ესელიძის განცხადება შევიდა. ერას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი შეძენილია ბრალდებულის თანამდებობაზე დანიშვნამდე 2 წლით ადრე. რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა იყო ნაჩქარევი, გარემოებების შესწავლის გარეშე. ის ასევე აღნიშნავს, რომ მის საცხოვრებელ ბინაში ხელისუფლება აპირებს შეასახლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გთხოვთ შეისწავლოთ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების რეალობა და დადასტურების შემთხვევაში პროკურატურის ხელმძღვანელობა მიმართოს სასამართლოს აღნიშნული საკითხის ხელახალი განხილვის მიზნით, რადგან განცხადების შინაარსიდან გამომდინარე იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სინამდვილეში დარღვეული იქნა განცხადებლის კონსტიტუციური უფლება. არც ერთ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. საეჭვო ხდება, იცოდა თუ არა გიორგი პაპუაშვილმა, რომ სახლი, რომელიც მას გადაეცა, სადაო იყო. რადგან ქონების გადაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, პარლამენტის 2 კომიტეტის საკითხით დაინტერესებისკენ სხვადასხვა უწყებებს მოუწოდებდა. ამის მიუხედავად, 2008 წლიდან ერას ქუჩის 37 ნომერი გიორგი პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მაინც ჩნდება და ქონების საბაზრო ღირებულებად მითითებულია 150.000 ლარი. რამდენად ეთიკური არის ის, რომ ამ მოსამართლეებმა თვითონ შეიძლება სახელმწიფომ შესთავაზოს, მაგრამ მათ შეიძლება არ მიიღონ, ხომ, ეს ყველაფერი, მით უმეტეს, თუ კი ეს ქონება არის წართმეული. საკითხის ხელახლა შესწავლამდე გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი პაპუაშვილის მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ზუსტად ახალი ხელისუფლების მიერ ერთლარად გადაცემული ქონებების საკითხი შესასწავლია, რადგან საკუთრების უფლების საკითხი ქვეყანაში ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თავისთავად ის ფაქტი, რომ მოსამართლეს გადაეცა ეს ქონება სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან პრობლემატურია, იმიტომ რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩვენ არ ვიცით რის საფუძველზე რა იყო იმის პირობა, რატომ მიიღეს მათ აი ესეთი შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ მოსამართლემ სახელმწიფო უნდა გააკონტროლოს ძალიან ბევრ შემთხვევაში. როლანდ ბლადაძის ოჯახი კი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. ცენტრალურ და ადგილობრივ პროკურატურაში საჩივრები მათ სამართლიანობის აღდგენის იმედით შეიტანეს. ოჯახს საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნება უნდა.